ბატონო და მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვას გვეწვიეთ. დღეს ვსაუბრობთ ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციების შესახებ და ბიუჯეტის პროექტზე. პირველ რიგში ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ზოგადი შეფასება მინდა გთხოვოთ, რამდენად პასუხობს დღეს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს, რამდენად რეალისტურია ეს პროექტი და როგორ შეაფასებთ რა ასპექტებს გამოყოფთ. დიდი მადლობა, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. მაგ კითხვას მე ორ ნაწილად გავყოფდი. პირველი რამდენად რეალისტურია ბიუჯეტი და მეორე რამდენად პასუხობს გამოწვევებს. რეალისტური ნამდვილად არის, თუ გადავხედოთ 2020 წლიდან 2026 წლის პროექტის ჩათვლით, თითქმის ყოველ წელს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მცირედი გადაჭარბებით სრულდება და წლევანდელი პროექტიც დიდი ალბათობით კონტექსტიდან ამოვარდნილი არ არის და ისიც ზუსტად აგრძელებს იმ ტენდენციებს, რაც 2020 წლიდან დღემდე არის ჩამოყალიბებული. ამდენად ბიუჯეტი სავსებით რეალისტურია. ასევე თუ შევხედავთ ხარჯვით ნაწილშიც 2020-2025 წლის მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, ყოველწლიურად ხარჯვის ნაწილიც მცირედი გადაჭარბებით სრულდება, მაგრამ აქ საყურადღებო არის ერთი გარემოება. 2020 წელს მაგალითად ხარჯების ნაწილში გაცილებით მეტი დახარჯვა მოუწიათ, ვიდრე დაგეგმილი იყო. ეს გასაგებია მაშინ რა ვითარებაც იყო, ეს COVID შიზოფრენიაზე მაქვს საუბარი. და იმის შემდეგ ეს განსხვავება მინიმალურია, 5%-ს არცილდება, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტი საკმაოდ მაღალი სიზუსტით იგეგმება. ახლა დიდი გადაჭარბება და დიდი ჩამორჩენაც პირველ რიგში დაგეგმვის უზუსტობაზე მეტყველებს. როცა განსხვავება ფაქტიურს და დაგეგმილს შორის არის 5%-ის ფარგლებში, მაშინ შეიძლება თქვა, რომ ზუსტად იგეგმება რა. ამდენად წელსაც არ მგონია, რომ რამე განსხვავებული იყოს, ვინაიდან ზუსტად იმეორებს იმ ტენდენციებს, რაც არის. აქ კიდე ერთი გარემოება აღსანიშნავი, ადრე, როდესაც საბიუჯეტო მონაცემების ნახვა გინდოდა, ძალიან ისეთი ცუდი ფორმატით, ისეთი ფორმატით იყო, JPG ფორმატით იყო გამოქვეყნებული ხოლმე რა. ეხლა გუშინ თქვენ რომ დამერეკეთ და მითხარით მოსვლა, შევედი ფინანსთა სამინისტროს საიტზე და საკმაოდ მოწესრიგებულად დავხვდა ეს მონაცემები, რა ძალიან სასიამოვნო გარემოება. ეხლა რაც შეეხება რამდენად პასუხობს გამოწვევებს. გამოწვევებს რამდენად პასუხობს, ჯერ გამოწვევები რა არის უნდა ვთქვათ. გამოწვევების თქმას სჭირდება სტრატეგიის არსებობა და სტრატეგიაზე უფრო მეტად პროგრამის არსებობა. სტრატეგიას მაინც უფრო სარღეგზელოებია რა. ეხლა მოგახსენებთ. დიახ, მოგახსენებთ ეხლა. ეხლა 2023 წელს 2026 წელს დაგეგმილი დაპროექტებული ბიუჯეტი 6%-ით მეტია წინა წლის ბიუჯეტზე. ეს ოდნავ აღემატება ინფლაციის მოსალოდნელ ტემპს, პრინციპში მეც ვერ დაგეგმო, არ არის მეტი რეალობად, ხო? და ეს ნაზრდი ძირითადად მიდის სოციალურ პროგრამებში. სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებში. რამდენად არის ეს გამოწვევები, ძნელი სათქმელია. საერთოდ, როდესაც ვსაუბრობთ გამოწვევებზე, უნდა ვიცოდეთ ერთი რამე, რომ გამოწვევები ნიშნავს, რომ უნდა იყოს პროგრამა. უნდა იყოს სტრატეგია უნდა იყოს ხარდება, სტრატეგია კიდევ მეორე, სტრატეგია მაინც უფრო სადღეგრძელოებია, ეს ერთადი ვექტორებია. პროგრამა არის უკვე კონკრეტული ღონისძიებები. სხვათა შორის ამას წინათ პრემიერ-მინისტრმა თქვა ერთი ძალიან საჭირო რას. 10 წლიანი განვითარების 10 წლიანი პროგრამის შემუშავება. ჩემი აზრით ეს არის ერთ-ერთი მთავარი რამე, რაც გასაკეთებელი არის ქვეყანაში, მაგრამ ეხლა კარგი იდეა ძალიან კარგია, მაგრამ როგორ შესრულდება ეს უკვე ძალიან მოკლედ კარგი იდეა კარგ შესრულებას არ ნიშნავს. ეხლა
მე რომ ლასკალაში დავსვათ როიალთან, დამიჯერეთ ვერ მოისმენთ კარგ მუსიკას. იმიტომ კი არა რომ როიალი არ ვარ, ლასკალა არ ვარ, იმიტომ რომ მე ვერ უკრავ კარგად როიალს. ხო, ამიტომ შესრულება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან კარგი იდეა, სჭირდება ძალიან ზუსტი შესრულება და ეს გაკეთებადია. მე მაგალითად შემიძლია ასეთი რჩევა მივცე მთავრობას, რომ პირველ რიგში შევიმუშაოთ უნდა სიმეტრიული განვითარების სტრატეგია, ანუ განვითარების ცენტრი, სიმძიმის ცენტრი უნდა გადავიტანოთ პერიფერიებში, რომ არ იყოს ესე თავკომბალასავით საქართველო განვითარებული და ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში ძალიან კარგია და ამაზე ეს ისე ერთ-ერთი პრიორიტეტია ამ ბიუჯეტით, 2026 წლის ბიუჯეტითაც ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან კარგი არის სხვადასხვა ეს სოციალური პროექტებიც, მაგრამ აუცილებელი არის ადგილზე რეგიონებშივე ადგილებზევე რაღაც ესე მუდმივი გრძელვადიანი პერსპექტივების შექმნა ადამიანებისთვის. ამას ქვია განვითარება. მაგალითად, როდესაც ლაპარაკობენ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, სიტყვაზე ამაზე ყველაზე მეც ლაპარაკობენ, მაგრამ ყველაზე ნაკლები კონკრეტიკა აქ არის. სოფლის მეურნეობის განვითარება, მხოლოდ სოფლის მეურნეობაში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა არ არის. სოფლის მეურნეობის განვითარება არის აუცილებლად სოფლის განვითარებაც. თუ სოფლის განვითარება ახლა დემოგრაფიულად ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს ჩვენ, ხოლო მოსახლეობის ესე საკმაოდ მაღალი ცენტრისკენული და ცენტრიდანული მიგრაცია თბილისიდან საზღვარგარეთისკენ მიგრაციული განწყობები საკმაოდ მაღალია და აი ამის საწინააღმდეგოდ უნდა შემუშავდეს აი ეს 10 წლიანი განვითარების პროგრამა ჩემი აზრით. მე მინდა გითხრათ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შესახებ. ჩვენ ვიცით რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდეს, აზიის განვითარების ბანკმა, IBRD-მა, მსოფლიო ბანკმა ბიუჯეტის პროექტში 5%-იან ზრდაზე არის საუბარი. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, როგორ მაჩვენებელს ელოდებით და რამდენად რეალისტურია ეს პროგნოზიც აი ამ წელს წელს? მოგახსენებთ ის გარემოება, რომ ბიუჯეტი 5%-იანი ზრდის მოლოდინითაა დაგეგმილი, ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტი წელსაც პროფიციტული იქნება, ვინაიდან ზრდა აშკარად 5%-ზე მეტი იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის პროგნოზებით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებელის პროგნოზი სადღაც 6-დან 7%-მდეა. ყველაზე მაღალი პროგნოზი აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს 7.2%. ეხლა მეც როდესაც ეს პროგნოზები ვნახე, ავიღე მთლიანი შიდა პროდუქტის ეს ისტორიული მონაცემები 1996 წლიდან და მისი რეალური ზრდის პროგნოზი გავაკეთე უკვე 2010 წლიდან დღემდე ტენდენციების შესაბამისად. უნდა ითქვას, რომ ეს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის კვარტალურ დინამიკას თუ შეხედავ, საკმაოდ ესეთი პროგნოზირებადი მრუდია რა. მაჩვენებელი ერთადერთი კონტექსტიდან ამოვარდნილი არის 2020-2021 წლები, ეს ცნობილი COVID შიზოფრენიის დროინდელი ამბავი, მაშინ მაგ თემაზე სხვათა შორის შევაფასეთ მაშინ ზარალი რონდელის ფონდში, ფრედრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩავატარეთ კვლევა რა ზარალი იყო, როგორ იყო აი პანდემიის ზარალი, პანდემიისგან მიყენებული ზარალი და აღმოჩნდა, რომ ეს იყო დაახლოებით 6 მილიარდი 2015 წლის ამერიკული დოლარი. ვალი ერთია, ეს აქ არის მოკლედ ერთი ეკონომიკური ვარდნა და მეორე მიუღწეველი ეკონომიკური ზრდა, რომელიც აუცილებლად მოხდებოდა.
და ეს ერთი ეს პერიოდია მხოლოდ ამოვარდნელი კონტექსტიდან. დანარჩენი ძალიან პროგნოზირებადი მრუდია, ძალიან ესეთი პროგნოზირებადი ქცევის მრუდია თავისი სეზონური ეფექტით და ყველაფრით და მე როდესაც ეს პროგნოზი გავაკეთე, ჩემთვის დავთვალე, ჩემი აზრით რაღაც 7.9-8% იქნება წელს და ასეთი მე ესე მგონია მოკლედ მე უფრო შეედარებით ცოტა უფრო მაღალი მოლოდინი მაქვს ვიდრე სავალუტო ფონდს და სოფლიო ბანკს. ნახოთ ვინ იქნება მართალი. ყოველ შემთხვევაში 2026 წლის მარტში პირველი შეფასებები გვეცოდინება, რომელიც მე ასებითად აღარ იცვლება ხოლმე. ამდენად ეს პროგნოზები ძალიან რეალისტურია და შეიძლება ეს უბრალოდ იმიტომ არის რომ ყოველთვის მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი კონსერვატიულ სცენარებს ერჩევს ხოლმე რა პროგნოზირებისას. კი, შესაძლებელია, უფრო მეტია შესაძლებელი, მაგრამ ის მინიმუმ რაც არის მოსალოდნელი, იმას ითვლის ხოლმე. ძალიან ესეთი კინოური საკითხია, რომელიც პირდაპირ ეხება ქალაქებს, ინფლაციას. ჩვენ ვიცით, რომ მიზნობრივზე, მიზნობრივ მაჩვენებელზე მეტი არის ბოლო პერიოდში, ეს ბოლო პერიოდის მონაცემები რომ ავიღოთ და საერთოდ ოქტომბერში 5%-იანი იყო გადააჭარბა კიდეც და ესეთი მონაცემი არ ყოფილა 2 წელია უკვე არ ყოფილა ესეთი მაღალი მაჩვენებელი. კი ბატონო. რას უკავშირდება თქვენი ანალიზით ინფლაციის დაჩქარება და პროგნოზი ახაც როგორ შეიძლება იყოს ველოდოთ უფრო მომატებას და უკლებას საერთოდ ბიუჯეტის პროექტში ჩავიხედოთ იქ 3.6%-ზე არის საუბარი. თქვენი პროგნოზი როგორია და ახსნა როგორია, რატომ დაჩქარდა ინფლაცია? კი ბატონო, მოგახსენებთ, მოკლედ 2000 ახლა ოქტომბერში სამხმარებლო ფასების ინდექსი, ანუ ინფლაცია იყო 5.2%, რაც ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რამ გამოიწვია ეს ფასების და პირველ რიგში სამხმარებლო კალათის დეტალურ ინფლაციას რო შევხედავთ, პირველ რიგში ეს გამოიწვია სურსათსა და უალკოჰოლურ სასმელებზე, ანუ ეს კოიკოპის კლასიფიკატორის 0.1 ჯგუფი, პირველი ჯგუფი არის სურსათი და უალკოჰოლურ სასმელები. 11.7% იყო აქ ინფლაცია ამ ჯგუფში, შემდეგ იყო ჯანმრთელობის დაცვაში 8.9% და ასე შემდეგ რა. რაღაც ჯგუფებში სამხმარებლო ფასები შემცირდა კიდეც, მაგრამ მთლიანობაში 5.2%-იან ნიშნულზე გაჩერდა ეს ინფლაცია. ინფლაციის მაჩვენებელი მაღალია საქართველოს ბოლო პერიოდში რაც არსებობს, აი 2024-25 წლის ყველა თვეებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეხლა მე ვნახე საერთაშორისო სავალუტო ფონდის საიტზე, სადაც ქვეყნდება მსოფლიოს ყველა ქვეყნის ინფლაციის მაჩვენებელი. ოქტომბრის მაჩვენებელი გუშინ ღამის 12 საათის მდგომარეობით თბილისის დროით იყო მხოლოდ 12 ქვეყანაზე გამოქვეყნებული და ყველა მათგანში ეს არის ჰონდურასი, ესტონეთი, ისლანდია, ლაოსი, ნამიბია, ინდონეზია, ლუქსემბურგი, კორეა, სამხრეთი, ალბანეთი, ბელგია, შვეიცარია. ეხლა საქართველოს ინფლაცია და ამ ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებელი დაახლოებით თანაბარი არის 4-დან 5%-მდე მერყეობს, აი გამონაკლისია შვეიცარია, სადაც 0.1% იყო, ბელგია 2%, ალბანეთი 2.3% და კორეაში 2.4%. მაგრამ ეხლა საერთო მე მაგალითად კარგად მახსოვს 2021 წელს, როდესაც ეს ტელეპლანეტარულ დაკეტილი იყო, მაშინ ფასების ზრდა იყო არანორმალური, მათ შორის საქართველოშიც. და მაგრამ სოფლიოში იყო ეს პროცესი და საქართველოშიც აი ამ ტემპში იყო. მაგრამ ეხლა თუ შევხედავთ საქართველოში დეტალურ ინფლაციას, 40 დასახელების პროდუქტი, რომელზეც ფასები ყველაზე მკვეთრად გაიზარდა, ამ 40 დასახელების პროდუქტიდან 26 არის სასურსათო პროდუქტი. ყველაზე მეტად ფასი გაიზარდა ხილზე და ბოსტნეულზე. და მაგალითად ქლიავზე ფასი არის ორჯერ გაზრდილი და უფრო მეტად.
ასე მსხალი, ლიმონი, მწვანელობი, კიტრი და ამავე ატამზე და საზამთროზე და ყველაფერზე, ხილზე და ბოსტნეულზე გაიზარდა ძალიან ფასები. სურსათზე ფასების და საერთოდ არ არის კარგი ამბავი და მაგრამ ამაზე ახლა ამას ალბათ უფრო სიღრმისეული კვლევა ჭირდება. ერთი უნდა ინახოს მოსავალი, უნდა ინახოს ექსპორტი, უნდა ინახოს იმპორტი და გარდა ამისა არის კიდევ ბევრი ესეთი ანთროპოგენული ფაქტორები დაწყებული სიხარბიდან დამთავრებული ლოგისტიკური სირთულეებით და ეს ყველაფერი ალბათ შეიძლება ინახოს, რამდენად აუცილებელია მის ნახვა, მაგრამ ფაქტია რომ ეს ინფლაცია გვაქვს, მაგრამ ინფლაცია ჩვენთან საქართველოში ყველაზე უფრო კატასტროფული ნამდვილად არ არის. ახლა მე იმავე სავალუტო ფონდის საიტზე შევედი, სადაც ვნახე სხვადასხვა ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებელი გასულ თვეში სექტემბერში რა. ახლა სექტემბერთან შედარებით ახლა არსებითი ცვლილება მაინც არ არის, სექტემბერში 4.8% იყო ჩვენთან ინფლაცია და თუ ნახავთ აქ, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ინფლაციის ძალიან მაღალი ტემპი იყო ირანში 45%, თურქეთში 33%, ეს ძალიან მაღალი ტემპია ინფლაციის. ახლა არგენტინაში რომ იყო ეს ჩვენ ნაკლებად გვეხება, მაგრამ ირანი და თურქეთი გვეხება, ვინაიდან ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან. რუსეთში იყო 8%, აზერბაიჯანში იყო 5 და 7%, თითქმის 6%, ანუ საქართველოში 4 და 8%. ეხლა საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორებიდან თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, რუსეთი ყველგან ჩვენზე უფრო მაღალი იყო ინფლაცია და ამის გამო ამას ჩვენზე ზეგავლენა ექნებოდა ალბათ, რა. ხო, კი ბატონო. ხოლო საქართველოს ახლა აქ ყველაზე უარესად ნამდვილად არ გამოიყურება 4.8%, 33%-ის ფონზე არ არის მაინც და მაინც ეს კატასტროფული მდგომარეობა. ანუ, როდესაც ვლაპარაკობთ სამოხმარებლო ფასების დაზე, ინფლაციაზე და ეს რამებზე, უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად, რომ საქართველოს არ არის ვაკუუმში, ხოლო საქართველოს არ არის. საქართველოს ირგვლივ არიან ქვეყნები, მათ შორის ჩვენი სავაჭრო პარტნიორები, სადაც მიმდინარეობს ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო და სხვადასხვა პროცესები, რომლებიც ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენზე ყველაფერ მათგან ზეგავლენა აქვს. მათ შორის არის ესეც. ახლა ვერ ვიტყვი რომ კარგია, მაგრამ ესეთი კატასტროფაც არ არის, რომ თავზე ნაცარი დავიყაროთ და პისტოლეტი ერთი ტყვიით მოვითხოვოთ. და პროგნოზი ელოდებით რომ დაიწევს ეს მაჩვენებელი. საერთოდ ფასები აწევა ფასები საერთოდ დაწევისკენ ნაკლებად ელასტიურია. აწევისკენ კი. ხოლო შეიძლება დაუახლოვდეს პრინციპში გააჩნია როგორ იქნება ჩვენი თვითმთავრობის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა, ამაზეა დამოკიდებული. ახლა ინფლაციური მოლოდინის გაზრდის დროს ამცირებენ ხოლმე ზდიან ხოლმე 3% განაკვეთს, რომ ნაკლები ფული მიეწოდოს ეკონომიკაში და ინფლაცია დაამხუროჯოს ამან, მაგრამ 3% განაკვეთის დასაკ მეორე პრობლემაა. პრობლემა არის ის, რომ ამ დროს ეკონომიკის ფულისგან გამოშრობას იწვევს ეს 3% განაკვეთის აწევა. ეს არის ახლა ერთ-ერთი მთავარი ორთაბრძოლა, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერომ პაუელსა და დონალდ ტრამპს შორის. ამაზე არის იქ მთელი ამბები. და ამ დროს ორივეს თავისი სიმართლე აქვს. აქ ჩვენთან ახლა შესაძლებელია, მე არ ველოდები რომ ფასები ძალიან გაიქცევა. ბოლოს დოლარის კურსთან დაკავშირებითაც წლის ბოლოა, ბოლო პერიოდში ვხედავთ რომ სტაბილური არის დოლარის კურსი. აი ამას როგორ სავალუტო კურსის მხრივ არსებობითაც კითხავ, მოლოდინები წლის ბოლოსთვის ახალი წლის პერიოდი მოდის, აი არსებობებით. იცით, ადრე იყო ესეთი ტენდენცია ჩამოყალიბებული, რომ
ახალ საახალწლოდ ლარის კურსი ლარი უფასურდებოდა. იმიტომ რომ მარაგში არსებულ დოლარები მოსახლეობას გამოქონდა ვალუტის სავალუტო ბაზარზე, რომ იყიდა საახალწლოდ რაღაცები, ხო? ეხლა იქნება ესე ბოლო პერიოდში თითქოს ეს ტენდენცია შესუსტა, იმიტომ ორი მიზეზის გამო. ერთი რომ დოლარიზაციის ხარისხია შემცირებული, რომ ლარი უფრო მეტად არის მიმოქცევაში და უფრო მეტ სფეროს ფარავს, ვიდრე ადრე ფარავდა. და მეორე ეს რაღაც ერთი დღისთვის მარაგების შექმნა და ამისგან მოსახლეობა თანდათან აღარ ჭირდება ეს ვინაიდან ეს სიღარიბის შემცირების საწინააღმდეგო ტენდენცია არის ეგ. სიღარიბე რომ მცირდება, სიღარიბის შემცირება არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც საშუალო ფენის ზრდა. საშუალო ფენის ზრდა არის უფრო მნიშვნელოვანი და ეს მართლა იზრდება სერიოზულად. მე დავთვალე შარშა 2024 წლის მაჩვენებლებით 31 პარამეტრით საშუალო ფენა არის 2009 წელთან შედარებით 4.2 ჯერ გაზრდილი. 4.2 ჯერ, ანუ 300 რაღაცა პროცენტით. ანუ ეს მნიშვნელოვანი რამეა და ამიტომაც როდესაც ესეთი მოკლედ ეს კეთილდღეობის ზრდა სამოხმარებლო ქცევასაც ცვლის. როდესაც მთელი წელიწადი ოჯახი აკეთებს ეკონომიას, რომ რაღაც ახალი საახალწლოდ რაღაც გააკეთოს თავისი რწმენი, თავისი სრულწმენა დაარქვით ამას, რაც გინდა დაარქვით, მაგრამ მისი სამოხმარებლო ქცევა ასეთია, როდესაც კეთილდღეობა ეზრდება, მაშინ უკვე ესე განსაკუთრებული მზადება იმ ერთი დღისთვის აღარ არის ხოლმე. ამიტომ მე მაინც არ ველოდები, თუმცა შეიძლება მაინც რომ მცირედ აი ამ საახალწლო განწყობამ, წინა საახალწლო პერიოდმა ლარის კურსი ცოტა მაინც გააუფასოს.